მოგესალმებით. გადავწყვიტ და გავაგრძელო ჩანაწერი მასწავლებლის ყუთის შესახებ. წინა ვიდეო ამომეწურა მეხსიერების სიმცირის გამო და საუბრობდი თუ როგორი მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოსწავლეების ნამუშევრების შენახვა და რა როლი აქვს მათ შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში. მაგალითად, თუნდაც როდესაც შემდეგ ჩემს ჩანაწერს, ჩემს საუბარს მოვუსმინე თავად, უდიდესი სიამოვნება მივიღე იმის გახსენებით, თუ როგორი თავგადასავლები დამიგროვებია ბავშვებთან ერთად. და ეს პრაქტიკის კვლევა, პრაქტიკაზე დაკვირვება არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული მასწავლებლისთვის. ისევ და ისევ მგონია, რომ საინტერესო იქნება ჩემი კოლეგებისთვის ჩემი პრაქტიკის გაზიარება, რადგან მეც ძალიან მაინტერესებს მათი საქმიანობა და ეს ფორმა საშუალებას მაძლევს, რომ გაგაცნოთ ის მეთოდები, რომლებსაც ვთავაზობ ბავშვებს. წინა ვიდეოში საუბრობდი ლიტერატურულ კაფეში გამოხმაურებული გასასვლელი ბილეთების შესახებ, უნდა მესაუბრა უბრალოდ და ძალიან მიყვარს, როდესაც ყოველი პროექტის შემდეგ ან არაფორმალურ გარემოში დაგეგმილი განხორციელებული აქტივობების შემდეგ ვთავაზობ ბავშვებს გასასვლელ ბილეთებს, რომლის ქარგა დროდადრო იცვლება ხოლმე. მაგალითად, ამ ლიტერატურულ კაფეში მეხუთე კლასელებს ასეთი რამ შევთავაზე, ჩამოთვალე 5 რამ, რაც არასდროს დაგავიწყდება, დაწერე შენი წარდგენილი წიგნის სათაური და ავტორი, რომელი შეკითხვა დაუსვი აუდიტორიას, შენი კლასელის წარდგენილი წიგნებიდან რომლის საკითხვის სურვილი გაგიჩნდა, მაჩუქე ერთი სიტყვა შენი წიგნიდან, დაწერე რას ფიქრობ ლიტერატურულ კაფეზე. შენ რომ მასწავლებელი იყო, რას მოიფიქრებდი ლიტერატურული კაფესთვის. წარმოიდგინე, რომ წიგნს წერ და დღევანდელი დღე წიგნის ერთი თავია. როგორ სათაურს შეურჩევდი? ერთი კითხვა, რომელიც დაგებადა დღეს. როგორც ხვდებით, ეს ამგვარი კვლევა ჩემთვის იქნებოდა ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, თუ ბავშვი რაზე ამახვილებს ყურადღებას, იმაზე საშუალებას მაძლევს, რომ დავაკვირდე მათ ინტერესებს, რა ხდება მათი ფოკუსში, ან მაგალითად რომელი სიტყვა შეარჩიეს, როგორი მსმენელები არიან და აზროვნების სხვადასხვა პროცესს უწყობს ხელს ამგვარი აქტივობა, გასასვლელ ბილეთებს უგულისხმობ. მაგალითად, ასეთი სათაურები მოუფიქრებიათ, წარმოიდგინე, ხმაურიანი კლასი, მაგრამ ჭკვიანები და ლამაზები, იყო ერთი გოგონა, ესეთი სათაური არის, დაკარგული გულის ნახევარი, პაქსი, შემდეგ შენი ოცნება აგიხდება, ასეთი სათაური მოუფიქრებიათ და გაკვეთილებიდან ლიტერატურულ კაფეში. ეს ძალიან საყვარელი რამ არის სათაური. სიბოროტეს სულს ადამიანები, კეთილები და ბედნიერები. ასეთი სათაურიც შემოხდა. კარგი, მოკლედ, შემდეგი ეს არის უკვე კვლავ წერილები ლელა მასწავლებელს და ძალიან მიყვარს წერილების სწავლება, პირადი წერილების წერა, როდესაც წერენ ბავშვები და ამ მიმართულებით ძალიან ბევრს ვმუშაობ, რადგან როგორც ხედავთ, სათაური ეს მისამართი, მიმართვა, ძირითადი ტექსტი და შემდეგ უკვე დამშვიდობება არ არის მარტივი დასამახსოვრებელი ბავშვებისთვის, უბრალოდ ჩვევაში რომ გავუჯდეთ და ამის გამო ძალიან ბევრ პირადი წერილის ქარგას ვთავაზობ ხოლმე ბავშვებს. ძალიან გამიხარდა და შემდეგ როცა დრო გადის და პირად წერილებს მწერენ, მიხარია ხოლმე, რომ ეს მე ვასწავლე და კვლავ იყენებენ ჩემთან თუ თავის მეგობრებთან სხვადასხვა სიტუაციაში ამ წერილის ქარგას. შემდეგ ეს არის
ემოციური ინტელექტის მიხედვით დაგეგმილი გაკვეთილი მე-9 კლასელებისთვის, მაგალითად ის იყო ჩემი მეგობარი ლარსი, როგორც მახსოვს, და იქიდან ამოვწერე ამანდას მთავარი პერსონაჟის განცდები და ბავშვებს უნდა მიეწერათ კომენტარები, თავადაც თუ გამოყოფილან მსგავს სიტუაციაში, რადგან ამანდა ძალიან კარგად ახერხებს საკუთარი ემოციების, რაც მოზარდებს ძალიან უჭირთ და ეს მნიშვნელოვანია, რომ ლიტერატურის დახმარებით ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება. ასევე თავდაპირველად ემოციური ინტელექტის შესახებ მინილექცია ჩაუტარე და გავაცანი, როგორი მნიშვნელოვანია საკუთარი თავის მართვა, სხვის ემოციების ამოცნობა, ურთიერთობების მართვა და საკუთარი თავის ცოდნა და ძალიან საინტერესო გამოხმაურებები დამიწერეს მე-9 კლასელებმა შარშან. მოეწონათ ეს გაკვეთილი, ამგვარი სტილის გაკვეთილი. ეს უკვე კითხვის კალენდარია კვლავ, როგორც მახსოვს, თბილისში გესაუბრეთ ამის შესახებ. ახლა მე ვზივარ და იმდენი ფიქრი მომდის იმისი თუ რა დავწერო, ცხრილში ასე მგონია, რომ ჩემს ფიქრებში ჩავიმალე. დედა ჩემს ძმას ათამაშებს, მე მესმის კედლიდან მეგრელი მეზობლის ყვირილი და ლაპარაკი. აი ესეთი საყვარელი ამბებით არის ავსე ხოლმე გრაფა ახლა რა ხდება ამ კითხვის კალენდარში. და ხო, ესენიც პირადი წერილებია. კვლავ კიდევ არის გამოსამშვიდობებელი წერილები, როდესაც მე შარშან დროებით დავამშვიდობებ ბავშვებს. აი ეს არის შემაჯამებლები და მახსოვს, რომ ამ შემაჯამებელში ძალიან საინტერესო, ბევრს ვფიქრობ ხოლმე, როგორ უნდა იყოს შემაჯამებელი ბავშვებისთვის. საერთოდ მგონია, რომ შემაჯამებელი არ უნდა შევთავაზოთ შემაჯამებლისთვის ან ქულებისთვის და იმისთვის, რომ მოტივაცია გავუნადგუროთ ბავშვებს, როდესაც მათ ესმით რაღაცნაირი მუქარა, რომ აი ეს შემაჯამებელი, რაღაც როგორც ერთგვარი რაღაც საშიში რა მათ ცხოვრებაში. პირიქით, შემაჯამებელი უნდა იყოს ის მექანიზმი მათთვის, დასაკვირვებლად რა ისწავლეს და რა ვერ გაიგეს და რაზე უნდა ვიმუშაოთ შემდეგში, სულ ამას ვუმახვილებ ბავშვებს და აუცილებელია რომ შევთავაზოთ ისეთი ფორმის აქტივობები ამ შემაჯამებელში, ისე იყოს აკინძული, რომ ბავშვმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და შემდეგ განხილვა გვაქვს ხოლმე ყოველი შემაჯამებლის შემდეგ კლასის საერთო შეცდომები, თქვა და ის არასწორად გამოყენებული სიტყვები ამოვწერ ხოლმე დაფაზე წერთ და განვიხილავთ და ამავე დროს ვურიგებ სათითაოდ ამ შემაჯამებელს და ბავშვები აკვირდებიან თუ რა ვერ გაიგეს. აი ამ შემაჯამებელში მაგალითად შემითავაზებია ფრაზეოლოგიზმები, მხატვრული ხერხები, არჩევანის თავისუფლება მაქვს მიცემული, უნდა შეარჩიონ რომელიმე ლექსი, ჯარჯიან ბაზალეთის ტბა და უნდა დაწერონ შემდეგ მიმოხილვა თითო ლექსის, შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით. ავტორი ვინ არის ლექსის მოკლე შინაარსი, ლირიკული გმირის შესახებ უნდა იმსჯელონ, რითმა და მხატვრული ხერხები, მთავარი გზავნილები და დასკვნა. აი ამგვარად როგორც ხედავთ მთელი თვის განმავლობაში რაზეც ვმუშაობდით, საშუალება მეძლევა რომ დავაკვირდე რა გაიგო ბავშვმა და რაზე უნდა ვიმუშაო შემდეგ. ამავე დროს აი აქ არის გრამატიკული საკითხები პირველ გვერდზე, უნდა ეპოვათ შეცდომები და მიეწერათ სწორი ფორმები. თანდებულს გავდიოდით მაშინ და თანდებულიც მაქვს შეტანილი, ზმნის უხლება და საკუთარი სახელის ბრუნება. აი როგორც ხედავთ, ეს მრავალფეროვანი გრამატიკა და ლიტერატურა აი საპროგრამო მასალიდან მაქვს აკინძული, თუმცა ყოველთვის საპროგრამო მასალას არ ეხება ხოლმე შემაჯამებელი, ზოგჯერ სხვა ფორმას, სხვა სტილის დავალებებს ვთავაზობ და სწორედ იქაც ეს არ ნიშნავს, რომ
თქვათ საპროგრამო მასალაზე არ ვამახვილებთ ყურადღებას, რადგან ნებისმიერი თემის დაწერისას ბავშვმა უნდა გამოავლინოს მრავალი კუთხით ცოდნა. ეს იქნება აბზაცი, პუნქტუაცია, სიტყვების სწორი გამოყენება, აზრის ჩამოყალიბება, ცოდნა, ფაქტობრივი თქვათ პარალელების გავლება უნდა შეძლონ და ძალიან საინტერესოა ხოლმე შემაჯამებლებზე მუშაობა, წერის პროცესი, მეც ძალიან სიამოვნებს ხოლმე ამაზე ფიქრი. აი ეს არის ძალიან საინტერესო რესურსი, კერძოდ ბავშვებს შევთავაზებ, რომ მარო მაყაშვილის დღიური გავაცანი, დღიურის ყდა და დღიურის ყდის მიხედვით საკუთარი ინტერესები უნდა ჩამოეწერათ, წარმოედგინათ, რომ დღიურს ფორმებდნენ, დღიურის ყდაზე რას განათავსებდნენ მაგალითად და ამ ხრივ ბავშვების დაფიქრება იმაზე თუ რა არის მათი ინტერესი, ჰობი, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც გახსოვთ, მარო მაყაშვილის ყდაზე აქვს ვეფხისტყაოსნიდან ამონარიდი, ასევე აქვს ანდაზა, ასევე დროშა და თავის საყვარელი მეგობრის სახელი ქეთო უწერია და კიდევ ის ასეთი წარწერა აქვს. ერთი სიტყვით ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ აი ამაზე დაფიქრება და ბავშვებმა შეასრულეს ძალიან დიდი სიხარულით და ინტერესით ეს დავალება. მაგალითად რა მაგარია მარო მაყაშვილი, ეს არის დაფიდან გადაწერილი და ასე გაუფორმებია, გმირზე გვისაუბრია, ქარავანი ეს სიტყვის რუკით განგვიხილავს და მარო მაყაშვილის შესახებ მაქვს პატარა წერა გაკეთებული დაფაზე. შემდეგი არის ეს უკვე ემოციურ ინტელექტზე გაბზარული გული და ბედნიერების ქილა. ბედნიერების ქილაში ბავშვებს უნდა ჩაეწერათ ის ყველაფერი, რაც აბედნიერებთ მათ, ჯერ თავდაპირველად მე შევთავაზე, მაგალითად ეს არის ნუცა, მეხუთე კლასელი ნუცას არის მომხვდა ბედნიერების ქილა და ნუცა წერს მუსიკის მოსმენა, მეცადინეობა, მულტფილმის ყურება, საჭმლის მომზადება, ხატვა, სიმღერა, მთები აქვს დახატული და მოგზაურობა ალბათ, ყვავილების სურნელი, ჩაის კითხვა და თამაში მეგობრებთან ერთად. ძალიან კარგი არის ეს აქტივობა იმისთვის, რომ ბავშვები კვლავ და კვლავ დავაფიქროთ საკუთარ თავზე, იმიტომ რომ რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ბავშვებს სჭირდებათ იმაზე დაფიქრება, ჩაღრმავება საკუთარ თავში, თუ რა მუსიკას უსმენენ, რას კითხულობენ, რა მოსწონთ, რა უბზარავთ გულს ამავე დროს და მასწავლებლებიც ისთვისაც კარგი გზავნილია ხოლმე, კარგი საშუალება მათ გასაცნობად, მათ სამყაროში შესახედად. ასევე არა მარტო ბედნიერებაზე და სიხარულზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, არამედ იმაზე თუ რა არ მოსწონთ. მაგალითად, სოფოს უწერია, არ მიყვარს, როცა მაყვირებენ, მიბრაზდებიან, არ გიჯერებენ, როცა სიმართლეს ამბობ, მეგობარი ყურადღებას რომ არ გაქცევს, როცა სიმართლე იცი და გატყუებენ, ბანაკში წასვლა 10 დღით, იმიტომ რომ ჩემ ძმას ვერ ვეხუტები, პატარა ძმას, ნახეთ რა მაგარია. ადამიანები ხო ეს ვიცით და მაძალებენ ძილსო. უსაყვარლესები არიან მოკლედ აი ამგვარი აქტივობების გაცნობისას ძალიან საინტერესოა ხოლმე. ესეც არის რა აბედნიერებთ, ამგვარი რაღაც აქტივობა იყო. ან როგორ გრძნობენ თავს იმ წამს, აი ბრაზი არის იასამნისფერი, ყვითელი ბედნიერი, ბედნიერების განცდას იმშვიდე, სტაფილოსფერი და ერთი სიტყვით როგორ გრძნობდნენ თავს, ის უნდა გაეფერადებინათ ქილა. შემდეგი, აი ეს არის გმირის რუკა, მახსოვს ეს ერთ-ერთი სლოკაურის გამომცემლობა აქვს ძალიან საყვარელი წიგნი და იმ წიგნიდან ამოვბეჭდე შექმენი შენი პერსონაჟი და გამეცინია, მაგალითად სახელი უნდა მოეფიქრებინათ და მოუფიქრებია ერთ-ერთს მეხუთე კლასის მეფე ანზორი, ასეთი პერსონაჟი და მოკლედ
დედამიწა დაიხსნა ბოროტებისგანო. ვიღაცას ბარბარე, ვიღაცას საკუთარი სახელი გაურქმევია და საინტერესო არის იმაზე, რომ პერსონაჟების შესაქმნელად რა არის საჭირო. აი ამ ყოველივეზე დავაფიქრებთ ბავშვებს. კვლავ სხვა კლასთან ეს შემაჯამებელი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მეხუთე კლასელების პირველი შემაჯამებელი იყო და ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რადგან იცით როგორ ღელავენ და კვლავ მინდა ამაზე ყურადღება გავამახვილო, რომ მასწავლებლებმა ძალიან დიდი თანადგომა უნდა გამოუცხადოთ ბავშვებს იმისთვის, რომ ეს ღელვარება მოეხსნათ და შემაჯამებლისადმი განწყობა შეეცვალოთ, დადებითი განწყობა ჰქონდეთ. მაგალითად, მახსოვს იგავებს გავდიოდით, დაწერე იგავის უსამართლო შიბაშახი მოკლე შინაარსი. ამ დავალებაში, როგორც ხედავთ, მოკლე შინაარსზე ვამახვილებთ ყურადღებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარი არის, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ აქტიურად მასწავლებლებმა. ახლა უკვე გაგება გააზრების მაქვს ჩართული, შენი აზრით, რას გვასწავლის უსამართლო შირვანშაჰი? რომ არ უნდა ვიყოთ ბოროტები და არ უნდა გვაინტერესებდეს ვის როგორი ქონება აქვს, ესეთი უსაყვარლესი პასუხებით არის გადაძეძგილი მათი ტესტები. რას ნიშნავს სიტყვა? ეს უკვე ლექსიკურ მარაგზე ვმუშაობ, ჭოტი, გლახაკი, შაჰი, შირვანი, ხანი და ასე შემდეგ. შენი აზრით, რას გვასწავლის იგავი მეფე და ავსიტყვა? შემდეგ უკვე მაქვს ესეთი რამ, შეარჩიე ჩამოთვლილი პერსონაჟებიდან ერთი რომელიმე და პირველ პირში მოაყოლე იგავში ასახული ამბავი. მეფე, ავსიტყვა, ვეზირი. ეს უკვე ინტერპრეტაცია არის და წაკითხulis სხვა სიტუაციაში გადაწყვეტის სწავლება, როგორ შეძლებენ საგროვებული, გააზრებული წაკითხulis გამოყენებას. ასევე აბრუნე სიტყვები, ზე მეფეს ახლი ალობალი, ეს უკვე გრამატიკული ნაწილი არის, ყურადღებით წაიკითხე ზიანდებები და დასვი გამოტოვებული სასვენი ნიშნები, შეასწორე შეცდომები, მაქ, მაიკავ, კატაობ, ფიქრობ და ასე შემდეგ და ბოლოს ჩამოთვალე შემდეგი სიტყვების სინონიმები. დიდი, განთიადი, დრო, ავი, პაპა. შემდეგ მაქვს მიუწერე სიტყვას ანტონიმი და გაიხსენე ერთი ფრაზეოლოგიზმი და დაწერე. ესეც განვილი მასალის შეჯამება იყო და ძალიან მიყვარს ეს გაკვეთილი, ეს შემაჯამებელი. ასევე მაქვს კიდევ შემაჯამებელი, ეს იგივე სხვა კლასთან, ოღონდ, ხო, აქ რა ხდება? აქ წერილები არის. ეს როგორც მახსოვს, პატარები იყვნენ და გასასვლელი ბილეთი, არა, გასასვლელი ბილეთები არის სწორედ, როდესაც მყავდნენ დედაენის ბაღში ბავშვები 10 თებერვალს ჩამოწერე 7 რამ, რაც არასდროს დაგავიწყდება და დღის ჩანაწერი უნდა დაეწერათ. და შემდეგ აქ უნდა აელაპარაკებინათ ეს ბუკინისტების რკინის ყუთები, რომლებზეც ამოტვიფრული იყო აფორიზმები. ამის მიხედვით ძალიან საინტერესო აქტივობები შევთავაზე ჩემს მეხუთე კლასელებს და მოკლედ ეს არის გაბრიელის გაბეჭდილებები, 7 რამ ხელზე მტრედები რომ მესხდნენ, ყოველ მუზეუმში ყოველ წამს რომ სურათებს ვიღებდით, ჩაჩაინძე ნიკოლოზი რომ შუმახერობდა, ნაყინებს რომ ჭამდით და მე რომ ორი ვჭამე, ლელამასმა ყველა აფორიზმი რომ იცოდა, ლილე რომ გურჩებოდა და ბავშვები როგორ ელოდებოდნენ სკუტერებს. მოკლედ აი ესეთი მიყვარს ეს აქტივობა და ეს დღე ძალიან მიყვარს. ხოლო რომ გამახსენდა გულის სითბოთი ამოსო. ესეც არის შთაბეჭდილებები. ეს დღიური უნდა შეექმნათ და ნინის სახელაშვილის როგორ მახსოვს და კიდევ ისი დღიურები გვაქვს შემონახული. მოკლედ ამდენ რამეს მიზიარებდნენ ბავშვები. შემდეგი არის დავასრულოთ, ძალიან ვრცელი გამოვიდა. წერილები ლეას, გადაცემა წიგნები ბათუმში, ერთ პატარა
წამყვანს მიწერეთ წერილები. ახსოვს და ნაწილი გავუხსენ და ნაწილი გასაგზავნი მაქვს. ეს ბევრი. ასევე არის გასასვლელი ბილეთები კლავ სხვადასხვა აქტივობების. ეს არის მე მინდა რომ ლიტერატურული კაფეები მოვაწყოთ, ბევრი წიგნები წავიკითხო და პრეზენტაციები გავაკეთოთ. მინდა რომ სიტყვის გაკვეთილებიც, ხატვის გაკვეთილებიც გქონდეს და გავაგრძელოთ პლაკატების მოხატვა ალბათ. მე ქართულის გაკვეთილები წარმომიდგენია მხიარული, ხმაურიანი და ძალიან საინტერესო. ძალიან მინდა რომ ლიტერატურული კაფე მალე ჩატარდეს ამას მე-9 კლასელი ბიჭი წერს. ეს არის გამოკითხვა სკოლის სწავლის დაწყების წინ თუ როგორი გაკვეთილები სურთ ბავშვებს და ვცდილობდი შემდეგ რომ მათი ესეთი მოლოდინი გამემართლებინა. კარგი, მოკლედ კიდევ არის ბევრი რამ წერილები კლასელებს, გასაგზავნი წერილი მაქვს რამდენიმე და ესენი კვლავ ხო, ძველი წერილებიც მაქვს შემონახული, ეს დაძველებულ ფურცლებზე. ესეთი წერილები, კვლავ ლიტერატურის შემაჯამებლები, ინტერესდა კითხვარია მე-9 კლასი, რა მუსიკას უსმენ, გამოცანი ერთი სიმღერა YouTube-ის პლეილისტიდან, რომელსაც ყველაზე ხშირად უსმენ. გაიხსენია ერთი ფილმი, რომლის ყურებას მირჩევდი, რამდენიმე სიტყვით მიამბე, რატომ უნდა ვუყურო. რომელია შენი საყვარელი მულტფილმი, რომლის ყურება არასდროს გბეზრდება. ყველაზე მეტად გულს რა გტკენს, სკოლა შენთვის ყველაზე მეტად რას უკავშირდება. ბოლოს რა წიგნი წაიკითხე, მითხარი როგორია შენთვის იდეალური მასწავლებელი და მე გეტყვი როგორია ჩემთვის იდეალური მოსწავლე. და აქ უწერია მე-9 კლასელ გოგოს, რომ იდეალურია მასწავლებელი, რომელიც ბავშვს უმიზეზოდ არ ეჩხუბებაო. წარმოიდგინე ეს დღე, როგორ სახელს დაარქმევდიო. მოკლედ ძალიან საინტერესოა მათ ინტერესებზე გაკვირვება და ძალიან ბევრს მუშაობ ამ მიმართულებით. ეს გალაქტიონის მუზეუმში რომ ვიყავით, გასასვლელი ბილეთებია, ბავშვებმა დამწერეს მე-9 კლასელებმა შარშან ყავდა კლასი წაყვანილი. ესეც წერილები მე დაძველებულ ფურცლებზე და მგონი მორჩით. ეს ემინემის მოკინგბერდის მიხედვით მქონდა გაკვეთილი და გეგმილი მე-9 კლასელებისთვის და ძალიან მიყვარს ეს გაკვეთილი. ვაფლის გულების გამოცხობის შთაბეჭდილებები, როცა სკოლაში ვაფლის გულების დამთავრების შემდეგ ვაფლები გამოვაცხო და მთელ სკოლაში ვაფლის სურნელი ტრიალებდა. ეს არის არზა დირექტორს მე-4 კლასელებმა მიწერეს, როდესაც წავიკითხულობდით სალამურას თავგადასავალს და მიდი მოადეწერს მგონი თუ არ ვცდები და აი იმის მიხედვით ეს არზა განცხადება, რაც რისი გაკეთებაც უნდათ, ის უნდა მიეწერათ ან დალი მასწავლებელთვის, ან ჩემთვის, ან დირექტორისთვის. მაგალითად უსაყვარლესო დალიმას გვინდა გთხოვოთ წაგვიყვანოთ ტყეში და პიკნიკი მოვაწყოთო. ჩვენ მოვიქცევით კარგად და მოვისმენთო კარგადო. მოკლედ ჩვენო მშვენიერო ლამაზ და საყვარელ ლელამასწავლებელო, ჩვენ გვინდა რომ გთხოვოთ, გვინდა რომ გახდეთ ჩვენი დამრიგებელი, მაგას თხოვნა მაქვს. სამოგზაუროდ ხომ არ წაგვიყვანდითო ტატომ წერს და თამარი. რა საყვარლები არიან, მოკლედ. კეთილშობილო დიდებულო, ძვირფასო დირექტორო, ჩვენი თხოვნა რომ გაგვილამაზოთ სკოლა და სკვერი ძალიან დაბინძურდაო. ჩვენც მოგეხმარებითო, ძალიან გვინდა კიდევ ბუფეტი სკოლისთვისო. იმედია ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთო. ასეთი თხოვნა აქვს მე-4 კლასელებს. კარგი. მოკლედ ძალიან ვრცელი ის გამოვიდა. კიდევ ეს გასასვლელი ბილეთები არის მგონი ჩავედი ბოლოში. პატარები არიან. ხო. მაშინა ხატებიც მაქვს. შოთას ჩანაწერი. ეს არის 300 იარაგველი, უნდა წარმოედგინათ, დაერქმიათ სახელი და მისი დღის ჩანაწერი უნდა დაეწერათ. მაგალითად, შოთას ჩანაწერი ასეთია, ვინმე შოთა დაარქვეს, ერთ-ერთი 300 იარაგველის, რომელიც ასე დაუხატავს.
ვფიქრობ ძალიან საყვარელია. კაშკაშა ზემო ჩანს, მესმის ხმლების ჭახუნი, მე ვგრძნობ სითამამეს, მე ვფიქრობ, რომ ჯობია ახლა გავწირო ჩემი ქვეყნისთვის თავი, მაინც მოვკვდები ბოლოსო. რა საყვარლები არიან. მოკლედ და აქაც მაქვს შენახული წერილები, პირადი წერილები ჩემთვის, მაგალითად ჩემი შვილის წერილი აღმოჩნდა პირველი, რომელიც ჩემი მოსწავლეც არის და დეკლარწერს ჩემო ორცხობილა დედიკოვ მასწავლებელო. ყველაზე მეტად ბავშვების მორთმეული ტკბილეული ფირსაკრავი სახლში ასვლა ცეკვა და თითოეული ბავშვის გამოსვლა დავამახსოვრდა. წიგნების ლიტერატურული კაფე ჩემთვის წიგნებში მოგზაურობას და წიგნებს უკავშირდება, იმიტომ მიყვარს, რომ ყველას გაღიმებულ სახელს ხედავ და ძალიან მახარებს, რომ ყველა ბედნიერია და წიგნებზე საუბრობენ. უხარიათ ეს ყველაფერი, აი რა მაბედნიერებს და აი რა მიყვარსო. თქვენი ღიმილი მაბედნიერებს და ეს დღე არასდროს არ დამავიწყდება თქვენი წყალობით. მიყვარხართ სიყვარულით დეკლამეტრებელიო და მოკლედ ამით დაგემშვიდობებით მეც შეიძლება ბევრი ბავშვი დაგვებედნიერებინოს მასწავლებლებს წიგნებთან ერთად. როგორც იქნა დასრულდა განფუთვა 5-ის.